დღემშვიდობის ეთერშია გადაცემა ახალი შუადღე გოჩასთან ერთად. ბედნიერ და წარმატებულ დღეს გისურვებთ და რა თქმა უნდა დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი უნდა წარმოგიდგინოთ პოეტი იმედა ხადური. მოგესალმებით ბატონო იმედა. მოგესალმებით. მადლობას მოგახსენებთ რომ მოგწანდით ჩვენთან გადაცემაში ბედნიერ წარმატებულ ეთერს გისურვებთ და რა თქმა უნდა ვისაუბრებთ პოეზიაზე. და თუ როგორ მოხდა, როდის დაიწყეთ ლექსების წერა და 94 ლექსი დაწერა და შემდეგ რა თქმა უნდა ეს უკვე ძალიან ბევრი ლექსების კრებულის გამოცემაც იგეგმება და სამომავლოდ გეგმებიც გაქვთ და ბევრ კარგ რაღაც ინფორმაციას მოგვაწვდის და მუზა რომელ დროს მოსდის ბატონ იმედას ამასაც გაგუმხელს ხოლმე და ნუ რა თქმა უნდა ისიც უნდა აღვნიშნოთ რომ კიდევ გრძანდება თვითნასწავლი მხატვარი და ძალიან ბევრი კარგი ნახატები აქვს და შემდეგ გადაცემაში მოვიწევთ ბატონ იმედას თავისი ნახატებით და ამ ყველაფერის სილამაზეს წარმოვადგენთ ჩვენთან ახალ შუადღეში. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს. მადლობა. ლექსების წერა დიდი ხანი არ დამიწყია 2023 წლის ოქტომბრიდან დავიწყე და რა ვიცი, ჩემი პირველი ლექსი საქართველოზე იყო, როგორც შეყვარებული პატრიოტი ადამიანი. დიახ, რა თქმა უნდა. რა ვიცი, მგონია რომ ყველა ქართველში სადღაც გულის კუთხეში იმალება ეს პოეტური ნიჭი, როგორც ჩემთან ასე გაიღვიძა, მოკლედ და პირველივე ლექსი საქართველოზე და საქართველოზე იყო და ეს საწერი კალამი აისე აიღეთ და მუზა მოვიდა და დაწერეთ პირველი ლექსი. კი ბატონო და ამისი წინაპირობა გახლდათ ჩემი შვილი, რომელმაც სრულიად მოულოდნელად გაკვეთილი ლექსი ჰქონდა სასწავლი და უცებ მოbrunდა და მეკითხება, მამიკო შენ თუ შეგიძლია ლექსის დაწერა და მე უპასუხე რომ კი. და შენ თუ შეგიძლია მაშინ დაწერე ლექსიო და აი ეს იყო ჩემი ესე ვთქვათ ესე იგი შვილმა მისცა ძალა რომ დაეწერა თან საქართველოზე ესეთი პატრიოტული გამოვლენებას და ამ ლექსშიც რა თქმა უნდა ის ბევრი კარგი რამ არის გადმოცემული რომელსაც შემდეგ უკვე წაგვიკითხავს ბატონი იმედა. შეგიძლიათ რომ წაგვიკითხოთ თქვენს მიერ დაწერილი პირველი ლექსი. მაინც პირველი ლექსი როგორც პირველი შვილის განსაკუთრებული სიყვარული გამოიწვია. ანუ რა თქმა უნდა ყველა ლექსი უყვარს, მაგრამ მაინც პირველი ლექსი დიახ სხვა ემოციებითაა დატვირთული. ლექს სიზმარი ქვია, მაგრამ აქ აღწერილი არის როგორც მე ვარ საქართველო და უნახე სიზმარი ჩემს თავზე. წუხელ სიზმარი მესიზმრა, მგლეჯდა მეხიდა გრიგალი, თვით საქართველო ვიყავი მე მტერთან შეურიგალი, ირგვლივ მესივნენ 1000 ურჯულოების ჯარები, ხელთ მოემარჯვა სულ ყველას ხმლები, შუბები, ფარები, სჩემობდნენ მიწას ქართულსა, ძალით მომიხტნენ კარზე და ამის შემყურეს სიმწრისგან ცრემლი მომადგა თვალზე და გლეჯდნენ, ჭამდნენ და იმღერდნენ, ღვინოც მოედგათ ხელა და ჩემი გულიდან დაღვრილი სისხლი ეფინა ველა და ეს არ მაკმარეს ტანჯვა და გულშიც მესროლეს ის არის, ვაი, ჩემს თავსა ბეჩავსა ვაგლახ ასეთი სიზმარი, ძლივს გავეცალე მომხდურებს, ღრეობდნენ, სვამდნენ ფიალებს, მე კი იმასავ ფიქრობდი ვინ დარდობს ამ ჩემს იარებს, სამშობლო შენი გულისთვის არ დავიშურებ არაფერს, ღვთის მშობლის ხვედრო მიწაო ქრისტე უფალი გფარავდეს. ბრავო. აი ყველაფერი არის ამ ლექსში გადმოცემული სამშობლოს სიყვარულის და ასევე უფლის მფარველობაც და თითქმის რა თქმა უნდა მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს საქართველოს ბრძოლები, ომები და ახლაც არ ჩერდებიან, მაგრამ ყოველთვის უსურვოთ ჩვენს ქვეყანას მშვიდობა. იმიტომ რომ ქართველი ძლიერი არის და ნიჭიერი და რა თქმა უნდა ნიჭიერი ბრძანდებით, იმიტომ რომ ლექსებით მოგბრძანდით ჩვენთან სტუდიაში და ჩვენს ძვირფასდელი მაყურებელს წავუკითხავთ და მოვასმენინებთ თქვენს ლექსების შინაარსს და რა კარგი აი შინაარსით არის ყველაფერი. არა მარტო თქვათ პატრიოტული გრძნობებია გამოვლინებული, არის კიდევ სატრფიალო ლექსები გაქვთ და დაწერილი ქალის მიმართ სიყვარულის, ნუ ეხლა თქვენს გვარს ხადური მოხევებ ბრძანდებით წარმოშობა არის გვარი, რა თქმა უნდა ქართლში დაბადებული და გაზრდილი, მაგრამ მაინც ის სისხლის ასე თქვათ ჩქეფარე მოხეული სატრფიალო ლექსებშიც კარგად გამოვლინდება. და მე ეს სხვადასხვა ლექსები
აი როგორ პერიოდში დაიწყო უკვე შემდეგ ხომ არის ხოლმე მუზა შეიძლება უცბად მოგივიდეს თქვათ გარეთ გამოხდებულებაში იყო ან ტრანსპორტში იყო ან შეიძლება სახლში იყო ან სიმშვიდეში იყო და თქვენ შემთხვევაში როგორ ხდება ხოლმე თქვენ კი აღნიშნეთ რომ პირველი ლექსი იყო ღამე სიმშვიდე მშვიდ გარემოში და ასე ვთქვათ მოტივაციის წყარო იყო თქვენი შვილი და შემდეგ უკვე ეს ლექსები როგორ განხორციელდა და უკვე მოტივაციის წყარო რა იყო თუ ეს ავტომატურად ასე წამოვიდა თქვენი ემოციები და საწერი კალამი აიღეთ და განაგრძეთ უკვე წერა. მოგახსენებთ ამ ლექსის დაწერის შემდეგ რომ Facebook-ზე გამოაქვეყნე სოციალურ ქსელში და ჩემი მეგობრების ბევრი მოწონება დაიმსახურა ამ ლექსმა და რამოდენიმე მათგანმა მითხრა რომ შეგიძლიათ გააგრძელოთ, კარგად წერთ და შეგიძლიათ რომ გააგრძელოთ ლექსების წერა და ესეც ერთგვარი мотиваცია იყო ჩემთვის რა თქმა უნდა და გავაგრძელე მოკლედ და ეხლა მეორე ლექსი შემოგთავაზებთ რომელიც სოფელში ყოფნის დროს იქვე მომივიდა მუზა და მაგაზეც ეს მეორე ლექსი არის ლექსის სათაური სოფელი და ესები სოფლის სიყვარული სადაც დაიბადა გაიზარდა ის სიყვარული არის ასახული და ემოციები ამ კადრები გავაცოცხლოთ სიამოვნებით ლექს სოფელი ქვია ნეტავ რად მიყვარს დილა სოფელში მამლის ყივილი ცასრომ მისწდება მომაგონდება მთელი ბავშვობა სხვა ყველაფერი დამავიწყდება გაზაფხულობით ყვავილთ სურნელი ჰაერში ტკბილად იფანტებოდა ვერც კი ხვდებოდი პატარობისას სოფელი მაშინ მიყვარდებოდა ზაფხულიც იყო მაშინ ლამაზი ჩვენი ყიჟინი და სიხალასე ამ მოგონებებს სად გავექცევი უკეთეს ნახავ ამ ქვეყანაზე ჩვენ შემოდგომაც გვიყვარდა მაშინ ლექსებს ვამბობდით დიად მგოსანთა ძლიერ გვიყვარდა ბავშვებს ზამთარიც გარემოს თეთრად როგორ მოსავდა იმ ცივ ზამთარში ციგით სრიალით მთელი სოფელი შემომატარა ეზოდან ჩემი ბებოს ძახილი არ გამიცივდე ჩემო პატარა აღარც ბებოა აღარც ბავშვობა მე კვლავ ვიხსენებ წარსულში მყოფებს მენატრება და ამ სტრიქონებით გულში ვიხუტებ ჩემს ლამაზ სოფელს ბრავო და იმართაც გამახსენდა ბავშვობა ჩემი ბავშვობის წლები მეც გატარებული მაქვს კახეთში სიღნაღის რაიონის ერთ-ერთ სოფელში ჯუგანში ასე ვიტყვი და მართლაც აი ძალიან კარგია შენი სოფელი ის უცბად წარმომიდგა ის ჩემი ბავშვობა გაცოცხლდა კადრები ყოველი სეზონი წლის სეზონი ზამთარი გაზაფხულ ზამთარი შემოდგომა და სეზონი მართლაც აი რა ბედნიერება და რა საოცარი ქვეყანა არის რომ სეზონი გვაქვს ყველა და ყველა სეზონში შეგიძლია რომ განიხილო და ლექსიც კი დაწერო და ეს ყველაფერი აქ გადმოცემული და ესე კადრები გაცოცხლდა ჩემს თვალწინ და ნუ რა თქმა უნდა სოციალური ასე ვთქვათ Facebook გვერდზე არის პოეზიის 10 წუთი სადაც თქვენს მიერ რამდენიმე ლექსის ამ კრებულში შევიდა და ნუ რა თქმა უნდა სამომავლო გეგმებიც გაქვს და მათზეც ისაუბრებთ და ჩვენს ტელემაყურებელსაც გაუზიარებთ თქვენს გეგმებს და როგორ მოხდა ეს ორი ლექსი რომელი იყო და როგორ ფიქრობთ რატომ ამოარჩიეს ის ორი ლექსი და რომ გითხრათ იმ ორივე ლექსის სათაური და რა თქმა უნდა ეს ორი ლექსი უნდა წავუკითხოთ იმიტომ რომ როდესაც პოეზიის 10 წუთის კრებული ხდება კრებულში შევიდა ეს ლექსები ესე განსაკუთრებული არის რა თქმა უნდა რაც წაიკითხეთ და რაც გადავავლეთ თვალი ყველა ლექსი არის განსაკუთრებული და ემოციით დატვირთული ლექსები გაქვთ და ეს ორი რატომ მოხდა რომ აღხსნათ კი ბატონო ახლავე მოკლედ მოგეხსენებათ ჩემი ლექსები ძირითადად საქართველოსი არის დიახ ну 90% საქართველოსია სხვა ლექსებიც მაქვს შერეული მაგალითად საწფიალოც მაქვს ბავშვობაზე მაგრამ ძირითადად საქართველოსია და ეს ორი ლექსი რატომღაც ყველაზე მეტი მოწონებები დაიმსახურა ესე ვთქვათ რა და გადავწყვიტე რომ ზუსტად როცა შემომთავაზეს მონაწილეობა ეს ორი ლექსი წარმოადგინე და მათაც ძალიან მოეწონათ სხვათა შორის შემოგთავაზებთ თქვენი ცნება. კი, რა თქმა უნდა, ეს ორივე ლექსი სათაურის მეთყარი ამ ლექსის. კი ბატონო. და წაგვიკითხეთ ეს ლექსიც. ამ ლექსს ქვია მე ქართველი ვარ. მე ქართველი ვარ, ეს სიყვარული პატრიოტიზმი. მე ვწერ ქართულად, ვინაიდან ქვია ქართველი. მე აკონად მედგა გოგებაშვილის ტკბილი ანბანი. თვით დიდი ვაჟა იყო თურმე ჩემი აღმზრდელი. მე სინდისი მაქვს ქართული და ალან მართალი. მე წინაპრებით მებრძოლი ვარ, არ დრკება გული. თვით გორგასალმა შემასწავლა ბრძოლა מחვილით მე ქართველი ვარ ჩემი მიწით სახელ განთქმული და ხმას მივაწვდენ არ ემარეს ამ მოძახილით მღერი ქართულად მკერდში მიცემს ქართული გული ქრისტე უფალი შეგეწიოს ჩემო მამულო მე ქვეყანა მაქვს ლამაზი და ლექსებად თქმული მთელს დედამიწას მირჩევნია ჩემი ჩაკრულო ცეკვავ ქართულად წელს მიმშვენებს ქამარ ხანჯალი
მარად ვიდგები წინაპრების ამტკბილი მიწაზე დიახ ვამაყობ ქართველობით რომ თქვა მართალი სხვა სამშობლო არ მეგულება დედამიწაზე ისევ ბიბინებს საქართველოს მთადაველები სურს შენზე ფიქრში უამრავი ღამე ვათენო მე ყველა ლექსით გულში კლავაც მოგეფერები სამარადისოდ იდღეგრძელე შენ საქართველო იდღეგრძელე შენ საქართველო და მართლაც დღეგრძელობა უნდა უსურვოთ საქართველოს და საქართველოს მცხოვრებ ყველა ადამიანს იმიტომ რომ გვესაჭიროება ჩვენ დღეგრძელობაც ბედნიერებაც სიხარულიც და სიყვარულიც რა თქმა უნდა ეს ყველაფერი და აი ეს ლექსი არის მართლაც საოცარი ლექსი და მეორე ლექსი რომელი იყო იმიტომ რომ ეს აუცილებელია და ჩვენს ტელემაყურებელსაც რომ მოასმენიათ ესე იგი რადგანაც 10 პოეზიის 10 წუთში ასე ვთქვათ კრებულის კრებულში შევიდა მეც მაინტერესებს და ჩვენს ვირფას ტელემაყურებელსაც თან ისე კარგად კითხულობთ რომ დიდი მადლობა და თუ ქონიათ თქვენ გამოსვლები წერალთა სახში დიახ ორჯერ ვიყავი ერთი წლის განმავლობაში ორჯერ მომიწია ყოფნა იქ რა და ორჯერვე სხვადასხვა ლექსით სწავლობდი რატომ ადამიანების წინაშე ბატონი მედაც ჯერ აქვს როულში აქვს ეს ლექსები და შემდეგ უკვე წიგნის სახითაც იქნება და ძალიან ამას ესე იგი დიზაინით ასე ვთქვათ ალბათ საოცრება იქნება და შემდეგ უკვე ამ წიგნის პრეზენტაცია და პრემიერა ასე ვთქვათ ჩვენს გადაცემა ახალშუა დღეში იმიტომ რომ ჩვენ გადაცემა ის გადაცემა სადაც კადრს მიღმა ნიჭიერ ადამიანებს ვიწვევთ და საზოგადოებას ვამცნობ და ამ ნიჭერებას ჩვენთან ერთად ვუმხელთ საზოგადოებას. და შეგიძლიათ რომ წაგვიკითხოთ. კი ბატონო, ამ ლექს ქვია მე ამაყი ვარ, მაგრამ ესეც საქართველოზე არის საქართველოს რა უნდა, იმიტომ რომ საქართველოს სიყვარულით არის ასე ვთქვათ შეყვარებულია საქართველოსზე და ქართულ ყველაფერზე, ტრადიციებზე. გაჯერებული არის ჩემი ლექსები საქართველოს სიყვარულით, მგონი იგრძნობა კიდეც ეს ყველაფერი. მოკლედ მე ამაყი ვარ ქვია ლექს. მე ამაყი ვარ ჩემი ფესვებით და ქართველობა ყველგან დამყვება მე პოეტი ვარ ჩემი ლექსები თქვენში გრძნობებად გაიფანტება მე ქართველი ვარ ამაყი გულით და ეს ქართული გული არ ტყდება მე მდიდარი ვარ ღვინით და პურით ეს ქართველობა მიამაყება მე წინაპრებიც გმირები მყავდა სამშობლოსათვის გულანთებული ხან რომ იბრძოდა ხან მიწას ხნავდა ბერჯელ მყოფილა მტერთან შებმული 301 არა გველი ვარ მეც მიგემია მტერთან ჭიდილი დღეს თუ ლექსებს ვწერ ხანაც მღერი ვარ სამშობლოსათვის მაქვს მე მიძღვნილი ხერხეულიძის მიათე ძმა ვარ ომში რომ დროშა არ დამიშვია სადარაჯოზე ყოველთვის ვდგავარ მარცხი რაკაცის საკადრისია მე ისტორიის ის ფურცელი ვარ რომ ვერ წამიშლის ვერც ერთი ერი დიახ ბატონო მე ქართველი ვარ ქართულად ვწერ და ქართულად ვმღერი ბრავო მე ქართველი ვარ ქართულად ვწერ და ქართულად ვმღერიო სიმღერასთან დაკავშირებით როგორ ხართ მღერით ქართულ სიმღერებს ქართულ ხალხურ სიმღერებს ან ქართულ საკრავებზე საკრავებზე მოყვარულის დონეზე აკარდიონს უკრავ სიმღერასთანაც ცუდად არა ვარ მეგობრო ნუ ესე იგი ქართულ სუფრას შემოუჭრებით შეგიძლიათ ეს ყველაფერი და აი ქართული სუფრის ხელმძღვანელობა თუ შეგიძლიათ რა თქმა უნდა როგორ ყველა ქართველი კი მოგახსენებთ თამადობა ბერჯერ ანუ კარგად გამომდის ესე ვთქვათ როგორც ყველა ქართველს ნუ დიდად რომ მეუბნევიან რომ თამადა უნდა იყოს დიდად თავსაც ანუ არ ვამბობ თანხმობა შესაძლებელი არის და ეს როგორც ქართულობით ძალიან მრავალ ადამიანთან ერთად შეკრება რო გვაქვს შეგიძლიათ რომ უხელმძღვანელოთ ამ ეს სიამოვნებით ეგ ყველაფერი სიამოვნებას მაინტერესებს ძალიან მაგარი შეგრძნება არის თამადობა სუფრის წამყვანი და ეს არის შერწყმული რაღაც გასტრონომია ეს ყველაფერი კერძები ეს გემრიელი კერძები ყოველთვის აღნიშნავ ხოლმე გადაცემაში ყოველთვის ხოლმე ამის ჩაკითხვა მოგწონე რომ თუ რამის მომზადება გიყვართ და განსაკუთრებულად რომელ კერძს გამოყოფთ მეთქი და პარალელურად თან ასევე შენი პროფესია შენი ეს მუზა რაც მოდის და რაცაც წერ ლექსებს ამ დროს ლექსების ჩართულობაც გექნებათ ალბათ სატრგზელოების თქმის რა თქმა უნდა და საინტერესო არის ეს არის უკვე რაღაცა ხელოვნება და რაღაცა თითქოს აი სცენარი სადაც ადამიანები მოლხენას იწყებენ და სასიამოვნო არის დიახ რა თქმა უნდა თამადა როცა ვარ ხოლმე სუფრასთან ლექსებით ვიწყებთ რა თქმა უნდა ხოლმე იწყება უფლის სადირებლით და თუ გაქვთ რაიმე დაწერილი ღმერთზე უფალს თუ მიუძღვენი თქვენ ლექსი იმიტომ რომ არის შემთხვევები კი არა და შესაძლებელი არის ეს დიდი სიყვარული გამოვლინებული ღმერთის მიმართ მოვიდეს ეს მუზა და დაწეროთ დიახ მაქვს ესეთი ლექსი დაწერილი
ორსტროფიანია და მოგახსენებთ ახლავე. ალბათ იმიტომ ჩამოგვენგრა თავზე სამყარო, ალბათ იმიტომ გაძლიერდა ირგვლივ ქარები, რომ უფლის სიტყვა გულით მუდამ უნდა ვატაროთ ჩვენ სათანადოდ ვერ გაუღეთ გულით კარები. მოკვდავთ კერპებად გაგვიხდია ოქრო და ფული, ვდიდგულობთ თუმცა ყველას ბოლო მხოლოდ ერთია, ადამიანო, რად დაკარგი ღვთის სიყვარული, ჭეშმარიტება უფალია მხოლოდ ღმერთია. აი ეს ლექსი არის. მადლობა და აი ეს ლექსით იწყება, შემდეგ სადღეგრძელო და შემდეგ უკვე ასე ვთქვათ მხიარულება იწყება და რა თქმა უნდა სიმღერა და ცეკვაც და ყველაფერი და რა ნიშნული ადამიანია ბატონო, იმიტომ რომ ყველაფერი ერთად შეუძლია და რა თქმა უნდა დაგვპირდა და აუცილებლად შემდეგ უკვე გადაცემებში კრებულს რომ გამოსცემს წიგნს, აუცილებლად უნდა წარმოადგინო და პრეზენტაცია იყოს თქვენი წიგნის, იმიტომ რომ აუცილებელი არის ამ წიგნის მიწოდება უკვე საზოგადოებასაც რა თქმა უნდა ჩვენ ტელევიზიით, თქვენი სოციალური გვერდის მეშვეობით, ვიდეო ჩართვებით, თქვათ იქ განთავსებული ლექსებით, ყველაფერი კარგი არის, მაგრამ წიგნის სახითაც აუცილებელი არის, რომ მოხდეს შემდეგ უკვე გაყიდვა, ну რა თქმა უნდა, და მთელ საქართველოს რომ მიეწოდოს თქვენს მიერ ლექსები, იმიტომ რომ ნიჭერება არ უნდა დაიკარგოთ და ეს ყველაფერი უნდა განხორციელდეს. ესე იგი მარკეტინგული სულა არის ეს, რასაც ქვია. ну რა თქმა უნდა, ჩვენ ვისაუბრეთ სატრფიალო ლექსები და ქალის მიმართ სიყვარული, რა თქმა უნდა, ეხლა გვარის წარმოშობაზე გავამახვილებ ყურადღებას, როდესაც მოხევეს უფრო რაღაც უფრო ესეთი თან სიყვარული აქვს საქართველოს მიმართ, მე რაღაც ტრადიციული არის, მაინც მაღალთიანის თქვა თვითონ გვარის ტარებაც და ის გენი მაინც ჭარბობს და სისხლი ასე ვთქვით და როგორ მოხდა ეს შეყვარებული იყავით თუ უბრალოდ აი ეს ქალისა და მამაკაცის სიყვარული გადმოეცით თქვენს ლექსში? ეს ლექსი მიუძღვენი ჩემს მეუღლეს. ანუ ერთი არ მაქვს, რამოდენიმე მაქვს დაწერილი სატრფიალო და ყველა ჩემ მეუღლის მიმართ არის კი ბატონო დაწერილი. ეს მანამდე სანამ შეუღლდებოდი თუ უკვე იყო? უკვე, მე უკვე დიახ. და ინახეთ რა ბედნიერება რომ მანამდეც უყვარს, შემდეგ უყვარს და სიყვარულს გამოხატავს თავისივე ლექსებში. კი ბატონო, ლექსის მიზღვნა მე მგონი ყველა მადლოსან სიამოვნებს და წაგიკითხავთ. წაგვიკითხეთ ეს ლექსი, რომელი ლექსი არის? ლექს ქვია შამყვარები ხარ. ოი რარიგად მიყვარხარ, ქალავ წაბლისფერ თვალება, რად ჩაგიდია ფიქრა და ჩემი ტანჯვა და წამება, დღემოსვენება არ მაქვს ძილი წამართვი ღამითა, ნეტაი ჩემკენ ხანდახან გამაიხედო წამითა, ტყეჭი უხდავე ხეტები, შენაც დამყვები ფიქრებად, ვეღარავ თოკე ნერვები შამყვარები ხარ იმდენად, რა გაჩნდი ასე წარმტაცი ვერ ვბედავ მოახლოებას, რა გინდაც ვიყო ვაჟკაცი მაინც ამირებ გონებას, სულ მთლად აშალე ფიქრები, მშვიდარ ვარ როგორც წინადა, შენ მაინც ჩემი იქნები, მაინც წაგიყვან შინადა. ბრავო, მაინც წაგიყვან შინადა. და მაინც წავიყვანე შინ. მაინც წავიყვანე შინ. ну რა თქმა უნდა. ესე იგი ისეთი სიყვარული არის, რომ ქალის მიმართ შეიძლება ქალმა აურიოს ფიქრებიც, მაგრამ ну ეს რა თქმა უნდა დიდი სიყვარულის გამოვლინება არის. და ну რა თქმა უნდა, თქვენს ოჯახურ მდგომარეობაზე უკვე თქვით და ერთი შვილი ყავთ? დიახ, ერთი შვილი ყავს, ბიჭი. ბიჭი. და ეს მისი შვილი ბიჭი აქედან მოვიკითხავთ, იმიტომ რომ მოტივაციის წყარო ხარ რომ მამამ გადაწყვეტა ლექსების დაწერა. მოკითხვა აქედან მეც და რამე ნიჭი აქვს გამოვლინება თავიდან ამ ბავშვობის ასაკიდან, რის მიმართ აქვს სიყვარული? მოგახსენებთ კი, მოკლედ ლექსებს კითხულობს მხატვრულად. კი და სიგელიც აქვს აღებული ამაში. წაკითხვის. კი. რამდენი წლის არის? ეხლა არის 13 წელი. 13 წლის. შემდეგ უნდა მოვიწვიოთ აუცილებლად. შემდეგ გადაცემაში ოჯახთან ერთად მოვიწვევთ და მხატვრულად წაგვიკითხავს მამიკოს მიერ დაწერილ ლექსებს. და ჩვენ უკვე ასე ვთქვათ, წაგვიკითხეთ სატრფიალოზე ლექსები და გვითხარით თქვენი სამომავლო გეგმები, რა სამომავლო გეგმები გაქვთ, რა თქმა უნდა ამასთან დაკავშირებით და ჩვენ ვახსენეთ თვითნასწავლი მხატვარის ბრძანდებით და ცოტა ამ თემაზეც ვისაუბროთ, იმიტომ რომ როგორც ვთქვათ ეს მუზა მოგივიდათ და მოტივაციის წყაროშვილი იყო, აი მხატვრობასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ყველა ქართველს გვაქვს დაფარული ნიჭი, რომელიც რაღაცა ასაკში ვლინდება და როდესაც გამოვლინდება, ამ ნიჭს სჭირდება რეალიზება და საზოგადოებამდე მიტანა, იმიტომ რომ დავანახოთ მათ ჩვენი ეს ემოციები და თქვენ შემთხვევაში როგორ იყო, როგორ დაიწყეთ ხატვა და აი რა იყო განსაკუთრებულად რას ხატავთ ხოლმე უფრო?
მოკლედ ჩემი ხატრული ესე ვთქვათ შემოქმედება დაიწყო ჯერ კიდევ სკოლის ასაკიდან პატარა ვიყავი იმ დროინდელი ნახატი ერთი წალი მაქვს შემონახული მხოლოდ ეხლა ჩემს ნახატებთან ერთად ინახება და ყველაფერს ვხატავ ზოგადად რაც მომწონს არ მაქვს კონკრეტული განხრა რომ ეს უნდა ვხატო დაუშვათ მთა და რაღაც ხატავ ყველაფერს რაც ლამაზია რაც მომწონს რაც ჯდება ჩემს ხასიათში რა ესე ვთქვათ და ეს მუზა როგორ ხდება ხოლმე როგორც ლექსებში თქვენ თქვით რომ ღამებში და სიმშვიდე როდესაც არის მოდის მუზა საწერ კალამს ვიღებ და წერ უკვე ამ ლექსებს პატრიოტიზმით არის ახსოვს თქვენი ლექსები ნართქმა უნდა სატრფიალო ლექსებიც გაქვთ ყალისადმი სიყვარულის გამოვლინება მაგრამ აი ხატვის დროს როგორ ხდება ეს მუზაც ხო იქ მოდის იმ დროს უნდა აიღოთ ფუნჯი და რაღაც შეასრულოთ და აი რა როდესაც რაღაც შეიძლება იყოს ძიმეთ როგორ ადამიანი რაღაც ნოსტალგიურად იყოს რაღაც ფიქრები კონდეს ისეთი ნეგატიური და უცბად დახატოს სასწაული რამ. ან შესაძლებელია პირიქით უფრო კარგი დატვირთული ემოციებში იყოს და რაღაც სასწაული რამ დახატოს. თქვენ შემთხვევაში როგორ ხდება? როგორ არის ისიც ანუ ხატავ როდესაც ანუ როგორც ლექსებში ისე არის აქაც მუზა ჩვეულებრივად სურვილი როდესაც მოვეძალება ადამიანს ამ დროს ხატავს. ანუ ყველა შემთხვევაში არ შეიძლება ადამიანმა დაждეться და ხატოს რაღაცა. არ გამოუვა ის რაც სურვილის დროს რა. რა თქმა უნდა. ხო და ასე რომ ამასაც სჭირდება სიწყნარე, ირგვლივ აუცილებლად და მშვიდი გარემო რომ შეიქმნას რაღაცა ნახატი. შემდეგ ნუ ამას აფასებს საზოგადოება და რამდენად კარგია თუ ცუდი უკვე ეს. თუ ხომ არ გქონიათ თქვენ გამოფენაში მიიღება? არ გამოფენაში მონაწილეობა. ვფიქრობთ რომ თქვა. არ მიმიღია, თუმცა სამომავლო გეგმებში მაქვს ეს სხვადასხვა თქვა გალერეა სივრცეები, სადაც თქვენ შეგიძლიათ რომ წარადგინოთ ეს ნახატები და საზოგადოებასაც აჩვენოთ ეს თქვენს მიერ შესრულებული ნახატები. და ნუ რა თქმა უნდა, აი ეს ბევრი რაღაც ისეთი ინფორმაციები მივიღეთ, ნუ რა თქმა უნდა თქვენი პროფესიიდან და რაიმე განსაკუთრებული, რა თქმა უნდა, ყველა ლექსერის განსაკუთრებული და თუ რამე გაქვთ ისეთი ლექსი, რომელსაც წაგუკითხავთ. ესე ამაზე და პოზიტიურად გადაცემის დასასრულსაც ბოლოს ლექსის წაკითხოთ. ახლაც ერთი ლექსი და ერთი კიდევ გადაცემის დასასრულს. ისევ ქართულს წავიკითხავ ახლა. კი ბატონო, კი ბატონო. ლექს ქართული ქვია? დიახ. და მოკლედ წავიკითხოთ. პატარობიდან მას სწავლიდნენ ქვეყნის სიყვარულს. ეს სიყვარული გულში მინთია როგორც სანთელი. არ იმსახურებს მტერი ჩვენი არა სიბრალულს მეწინაპარმა დამიტოვა ესეც სათქმელი. მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ, ამით ვამაყობ. აქ გორგასალი ვაშკაცურად იდგა מחვილით. მე აქ ცხოვრებას წინაპართა კვალზე განვაგრძობ და ქართლის დედა თავს დაგვნათის თეთრი მანდილით. მე ყველაფერი მიყვარს, რასაც ქვია ქართული. ის მიხარია წინაპრები რომ მყავს გმირები. მე ამ მიწაზე ფესვი ისე ღრმად მაქვს გადგმული როგორც ვენახში ასწლოვანი ვაზის ძირები. ღმერთო სამშობლო დამილოცე მხოლოდ ეს მინდა. მე ხომ ამ ქვეყნის სიყვარული მიბოძეს ვალად. სინდის ნამუსი გამაჩნია წმინდათა წმინდა. ქართველი მქვია და ქართველი მერქმევა მარად. ბრავო, თან ისე ამბობს, ქართველი მქვია და მარად მერქმევა ქართველიოც და ნუ რა თქმა უნდა, დიდი სიხარულიც არის ბედნიერებაც რომ ვართ ქართველი. დიახ, საამაყოა ნამდვილად. ძალიან ბევრი ქართული ისეთი გვაქვს, არა მარტო ქართული ტრადიციები ყველანაირი აბსოლუტურად რომელიც პატივსაცემი არის და გასაგრძელებელი არის და არ უნდა დავკარგოთ. ნუ რა თქმა უნდა 21 საუკუნე არის სიახლეების შემოდის, მაგრამ როგორც ყველა ქვეყანას რომ აქვს თავისი ქვეყანას, აქვს თავისი ტრადიციები, კულტურა, ისტორია, გეოგრაფია და არ იკარგება და რა თქმა უნდა ყოველ საუკუნეს სიახლეებით ემატება, მაგრამ ის ძველი ისევ გათანამედროვებული სახით ისევ ხდება, ჩვენც ასევე უნდა ფეხი აუწყოთ ამ საუკუნეს, მაგრამ ჩვენი ტრადიციები არ უნდა დავიწყოთ. ნუ აქ არ არის არც ევროპა, არც აზია, უბრალოდ არის ჩვენი ტრადიციები, საქართველო, იმიტომ არის გამოჩეული, რომ ჩვენს ტრადიციებს ვინ არჩევნებთ და დიახ, უკვე ვინც სტუმრობს ჩვენს ქვეყანას, უკვე ტურისტული ქვეყანა არის, ეს მოსწონთ, ეს ყველაფერი. ეს არის ის, რაც ნიშა დარჩენილი არის და წინაპრებით, კი. და ნუ რა თქმა უნდა, მაღალმთიან რეგიონებში და მაღალმთიან რეგიონებშიც მართლაც განსაკუთრებული არის ეს ტრადიცია ისევ შემორჩენილი არის. შეიძლება დაგვარად ვაგრძელებთ ჩვენს ბარში მცხოვრებელი. ხო, რა თქმა უნდა. ეხლა ამ ტრადიციასთან დაკავშირებით ერთი ლექსი მინდა შემოგთავაზოთ. თამადობის ამბავია. და სუფრის თამად დავიყავი, ესე ქვია ამ ლექსს.
ეს მაშინ ხო არ მოხდა სუფრის სამატა რომ მიყავი და შემდეგ უკვე ეს დიახ, ეს უნდა მეთქვა ეხლა და დამასწარით. იმ დროს მოხდა თუ შემდეგ უკვე მეორე დღეს კი აი ნაბახუსებზე სადღაც წარმოიდგინეთ თამატეზეც ლექსი მოუწნა ამ სუფრას და ამ ტრადიციას. მოკლედ სუფრის თამადა ვიყავი ეს ლექს. გუშინ საღამოს სუფრასთან ჭიქა ავიღე ღვინისა და მე დაუმთავრებლად ვადღეგრძელებდი თბილისსა. დავლოცე ჩემი სოფელიც მადლიანი და ქებული, მერე კი ერთად შევკრიბე რითმების ყველა კრებული, კვლავ მოვიგონე სულ ყველა პაპადად კბილი ბებია, სუფრის თამადა ვიყავი სიტყვა არ გამჭირვებია, იქ წინაპრებიც ვახსენე, ვადიდე მათი სახელი, ფუძე და კერაც დავლოცე არ დავაკელი სათქმელი, ლექსებად ვცალე ყანწები და ფიალები თიხისა, ქეიფში შემომათენ და მადლიც დავლოცე დილისა, ბოლოს სიმღერაც მომინდა, მღერას გული ვერ მოვწყვიტე, დავცალე ვაზის ნაჟური თიხის თას ტუჩი მოვწმინდე, უფალი ღმერთიც ვადიდე, მადლიც დავლოცე დილისა და ისევ დაუმთავრებლად ვადღეგრძელებდი თბილისსა. ბრავო და მართლაც აი ყველაფერი არის გადმოცემული ჩვენს დედაქალაქ თბილისზე, სოფელიც არის, უფალი, ყველაფერი ეს მფარველობა არის ღმერთისგან და აი ყველაფერი არის გადმოცემული და მართლაც იმიტომაც დაწერეთ საწერი კალამი აიღეთ ის უკვე სუფრაზე განდილი ის ყველაფერი სადღეგრძელების შეკრიბეთ და ასე გამოვიდა ესეთი და ძალიან მართლაც ესეთი საოცარი ლექსი არის და გადაცემის დასასრულს გვიახლოვდება და რა სურვილები გაქვთ, რა გეგმები გაქვთ და რას გვისურვებთ ტელეკომპანია ტრიალეთს გადაცემა ახალ შუადღესა ჩვენს ზვირფას ტელემაყურებელს რა თქმა უნდა ყოველთვის ამბობ ხოლმე ჩვენს გადაცემაში ემიგრანტებს მივცეთ ძალა ენერგია ბედნიერება სიყვარული სიხარული გაუგზავნოთ და მალე დაგვიბრუნდნენ ჩვენს ქვეყანაში თავის ქვეყანაში დაბრუნდნენ რა თქმა უნდა პირველ რიგში ემიგრანტები მეც მყავს საახლობლოში და მოვიკითხოთ აქედან მოკითხო აქედან ჩემს ნათლიას პირველ რიგში რომელიც წლები არის არ მინახია და ძალიან მენატრება ნათლია რო ნახავ რომელ ქვეყანაშია საბერძნეთშია საბერძნეთში რა თქმა უნდა იტალია საბერძნეთი ძალიან ბევრი ქვეყანაა საქართველოსდან წასული მოსახლეობა თითქმის ყველა ქვეყანაში არის უკვე კი ბატონო და ყველა ემიგრანტს უსურვებ გულით რომ დაბრუნებოდნენ თავის ლამაზ მიწა-წყალს თავის სამშობლოს თავის ოჯახებს და ისე ყოფილიყოს მდგომარეობა რომ არავინ არასოდეს აღარ წასულიყოს ემიგრანტის სახით, მხოლოდ ტურისტულად დასათვალიერებლად, მეტი არაფერი რა. აი ეს არის ჩემი ძალიან დიდი სურვილი არის. ტურისტულად წავგზავნეთ, მაგრამ მუდმივად არავინ არ წავიდეთ, ჩვენ ქვეყანა არ დავტოვოთ. ეს ძალიან მართლა მტკივა და გულში და აი არ მინდა რომ ესეთი რაღაცა. და ალბათ ეს ტკივილი და რაღაცა ესეც დაგაწერინებთ ლექს ემიგრანტებს. ერთ ლექს აუცილებლად დავწერ. აი იდეაც მივაწოდე და გაუწოდება მუზა და რა თქმა უნდა დაგვიწერს კიდევაც. მოკლედ და თქვენს გადაცემას რა თქმა უნდა წარმატებებს უსურვებ ძალიან კარგი გადაცემა არის უყურებ ხოლმე სხვათა შორის ხშირად და ძალიან დიდი მადლობელი ვარ რომ დღეს მე თქვენს გადაცემაში აღმოჩნდი თქვენ მადლობა და თქვენს გადაცემას რა თქმა უნდა გისურვებთ მაყურებელთა სიმრავლეს მადლობა გაიხარე ესეთი კარგი სურვილებისთვის და რა თქმა უნდა მე თქვენ ძალიან ბევრ წარმატებებს გისურვებთ 94-ს მივუმატოთ 0 და 940 ლექსი გახდეს და კრებული სახით გამოვიდეს და რა თქმა უნდა შემდეგ უკვე გადაცემაში მოგიწვევთ ახალ შუადღეში ჩვენი გადაცემა ხო შემეცნებითი გადაცემა და კადრს მიღმა ვინც იმყოფება ნიჭიერი ადამიანი ყველა ნიჭიერ ადამიანს აღმოვაჩენთ ყველა კუთხეში და ყველას მოვიწვევთ და ჩვენი ტელევიზიით და ჩვენი ახალი შუადღე გადაცემა ახალი შუადღით ყველას წარუდგენთ ჩვენ ტელემაყურებელს და რა თქმა უნდა შემდეგ უკვე მოგიწვევთ კიდევაც როგორც მხატვარი თვითნასწავლი მხატვარი თქვენს ნახატებსაც განმათავსებთ სტუდიაში და ჩვენს ზვირფას ტელემაყურებელსაც ვანახებთ. თუ რა თქმა უნდა ჩვენი გადაცემის დასასრულს მივახლოვდა და ასე ბედნიერად და წარმატებულად და გაღიმებულად დავამშვიდობოთ ჩვენს ზვირფას ტელემაყურებელს ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ თქვენს ასევე დიდი წარმატებებს გისურვებთ. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. და დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი ბრძანდებოდა პოეტი თვითნასწავლი მხატვარი იმედა ხატური. გემშვიდობებით ბედნიერად.